ჯერ კიდევ სანამ თვალს გაახელდა, იგრძნო სახლის კედლები მისი თვალების გახელას მოუთმელად ელოდებოდნენ. გამჩენს მისთვის ქალის სხეული ებოძა ბინად. არ მიყვარს დღე, თქვა მან ერთხელ, რადგან იგრძნო დღის მკაცრი ბრძანებლობა. ჩვენ მონები ვართ მისი, ის ჩვენზე ძალადობს და გსურს თუ არ გსურს, სულში გვისახლებს საგნებისა და მოვლენების ბრბოს. დღის მონობა, დღის მხელობა, უფრო ზუსტად გადმოსცემს ჩვენს არსს. გამარჯობა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის ჩრდილია ბატონი დღე და მისი ქალბატონები. როგორები არიან ისინი? რა უჭირთ, რა ულხინთ? ამაზე და სხვა ბევრ ამაზე ისაუბრებენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მაშასე, მოусმინოთ მათ ბატონი დღის ქალბატონებს. ამბობენ რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქალმა ოჯახი მაინც უნდა შეინარჩუნოს. თქვენ რა სიტყოდით? მე მგონი სწორი მიმართებით არის დასმული შეკითხვა. ყველა სიტუაციაში მაინც ქალმა ოჯახი უნდა შეინარჩუნოს. მხოლოდ შვილების საკეთილდღეოდ პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მე მიზანშეწონილად მიმაჩნია ეს ფაქტი, რომ ქალმა აუცილებლად ოჯახი უნდა შეინარჩუნოს. ამის უნარი მას უნდა გქონდეს უპირველეს ყოვლისა. მე ვიტყოდი, რომ სრულებით არ ვეთანხმები ამას. ოჯახი უნდა შეინარჩუნდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში და უპირველესად უნდა შეიქმნას თუ ამას ესე იგი ძალიან დიდი სიყვარული უდევს საფუძვლად. საერთოდ ვფიქრობ, რომ ქალიც და ოჯახიც ფენომენალურია და ამ ფენომენს საუკუნეების მანძილზე იკვლევენ როგორც მეცნიერები, სოციოლოგები და საერთოდ უბრალო მოკვდავი ადამიანებიც და მე მგონია, რომ ბოლომდე ახსნილი არ არის. რას ნიშნავს იდეალური ქალი? იდეალური ქალი ჩემთვის უპირველესად, დღევანდელი ჩემი პირობიდან გამომდინარე, ნიშნავს იდეალურ მეუღლეს, იდეალურ დედას. ნეობრივად სრულყოფილი, მე ასეთად წარმოვიჩენდი საერთოდ ქალს. ყველანაირად დახვეწილი, უპირველეს ყოვლისა კარგი დედა. იდეალური ქალი ამაში ძალიან ბევრი რამე იგულისხმება, ხმა აზრისა მე მგონი. ქალი იდეალური ეს იშვიათი შემთხვევა. ეკონომიური კრიზისი დღეს ოჯახში ყველგან იგრძნობა, ოჯახშიც გარეთ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მაგრამ ამ ეკონომიურმა კრიზისმა მე მგონი გამოიწვია დიდი სულიერი კრიზისიც მგონი ადამიანებში. და მე მგონი ეს უფრო დამღუპველია ვიდრე ეკონომიური კრიზისი. ეკონომიური კრიზისი თანდათან მე მგონი გამოსწორდება, მაგრამ სულიერად როგორები დავრჩებით ამის შემდეგ ესაა ყველაზე მეტი მთავარი ჩემი აზრით. ეკონომიური კრიზისი ოჯახს ზოგ შემთხვევაში ანგრევს, ზოგ შემთხვევაში უთანხმოება შემოაქვს და საერთოდ ძალიან დიდი და ბევრია დამოკიდებული ოჯახში ეკონომიურ მდგომარეობაზე. ეკონომიური მდგომარეობა უნდა იყოს აუცილებლად მოწესრიგებული, რომ თანაცხოვრება იყოს ჰარმონიული. კა მაინც ბერკეტია ერთგვარად ოჯახის შენარჩუნებისა. მე ასე წარმოვისახავდი, რამე თუ ეკონომიკიდან გამომდინარეობს შეთანხმებაც, ცოლქმრული შეთანხმებაც. თავისი ოთახიდან გარეთ გამოსულ ქალს ბატონმა დღემ შეაგება ნაცრისფერი ქალაქის ხედი. იმ ქალაქის, რომელსაც თავზე ეხურათ ცა, ხან ლურჯი, ხან ვარსკვლავებით დამარცვლული. ხშირად საღრუბლიანი იყო. იმ ღრუბლებს იმ ასფალტის ფერი ჰქონდა ქალაქის ქუჩებში რომ ეგო. რითაა ქალი მოვალე და რა მოვალეობები ეკისრება მამაკაცს? როგორ ნაწილდება მათი ფუნქციები დღეს? დღეს ცოტა რთულია ფუნქციების განაწილება, იმიტომ რომ ის დასაქმების პრობლემაა. მაგრამ მაინც უნდა ეცადოს სულგმარი რომ გაინაწილონ ეს ფუნქციები შეძლების დაგვარად და ამ ეკონომიური პირობების გამო ოჯახში არ უნდა მოხდეს უკმაყოფილება. დღეს ამ პირობებში ამ ეკონომიურმა კრიზისმა და ამ ცხოვრებამ თითქმის ძირფესიანად შეცვალა, უფრო მეტად ქალების ზურგზე გადავიდა ეს ეკონომიური ტვირთია თუ ყველანაირი დაწოლა, შეწოლა ორო იტყვიან, ყველანაირად მე მგონი უფრო ქალებზე გადადის. აი როგორ გესმით თქვენ ქალისა და მამაკაცის შრომის გათანაბრება? შრომის გათანაბრება, ხა ვიცი, მაინც ძირითადად უნდა გამორიცხოთ ალბათ ფიზიკური შრომა, რა თქმა უნდა.
ხოში რომ შეიძლება სამსახურეობრივი მოვალეობა ალბათ რა ვიცი ქალს უფრო ალამაზებს ნორმალურ პირობებში თუ არ გავითვალისწინებთ რომ ჩვენი ქართველი ქალები ხეთ დაკარგული აქვთ სილამაზე სიფაქიზე ოჯახის ქალობა იმიტომ რომ იძულებული არიან არჩინონ ოჯახი ქალისა და მამაკაცის შრომის გათანაბრება არ ვიცი ხა ასე დეფინიციურად ვერ წარმოვისახავდი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ქალის უფლებრივი მდგომარეობა მამაკაცთან მიმართებაში რაღაც გარკვეულ საფეხურს მაინც უნდა იკავდეს. იერარქია ნამდვილად უნდა იყოს წარმოჩენილი, რომ ვთქვათ ეს მამაკაცია და ეს ქალია და ამიტომ უფლებაც უნდა იყოს გათანაბრებული რაღაცნაირად, მაგრამ აი უნდა გრძნობდეს ქალი თავის მოვალეობას, მამაკაცი თავის მოვალეობას. ოდითგანვე მამაკაცი მაინც გამორჩეული უნდა იყოს სიძლიერით და ოჯახის ბურჯი მაინც მამაკაცი უნდა იყოს. ეხლა თუ იმ ფაქტს გავიხსენეთ, რომ მატრიარქატიდან მოვდივართ და რაღაც ქალური საწყისი უნდა იყოს წარმოჩენილი ოჯახში, ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე მხარე ის, რომ მაინც მამაკაცი უნდა იყოს წარმოჩენილი ყველაზე კარგად ოჯახში. წინა პლანზე ეს აუცილებლად უნდა დაინახოს ყველა. თლად მისაღები არ არის ეს შრომის გათანაბრება, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა გავთანაბრდეთ. მისაღები ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ქალი ფიზიკურად უფრო სუსტია მამაკაცთან შედარებით და ეხლა შრომაში გათანაბრება ძალიან ძნელია, მაგრამ დღეს ამ პირობებში ეხლა პირიქით არის, მე მგონი ქალი უფრო მეტი და დატვირთულია შრომით ვიდრე მამაკაცები. თავისუფლება უმაღლესი იდეალია ადამიანისათვის და რაღაც აკვირია ქალებსაც გარჩენოდათ სწრაფვა მისკენ. ევროპაში ქალთა ემანსიპაციისათვის მოძრაობა 1799 წელს დაიწყო. 20-30-იან წლებში ჩვენთან თავისებურად გაიგეს ქალთა ემანსიპაცია. მათი უმძიმესი სამუშაოებით დასაქმება თითქოს თანასწორ უფლებიანობაზე მიუთითებდა. საბჭოთა ქალებისათვის გამოსული ჟურნლების გარეკანზე ტრაქტორზე და კომბაინზე ამხედრებული ქალები იწონებდნენ თავს. ქალის ჭკუად ხამშეჭამაო, სიტყვით. ეს ალბათ ძველის ნათქვამია და ეს ღრმააზროვანი სიტყვა, მაგრამ ქალის ჭკუა ხამშეჭამა რავი ყველა ქალზე არ ითქვის ნამდვილად. ხამშეჭამაო ზოგჯერ კი ასე, მაგრამ იშვიათად. შეიძლება იმ ჭკუის შეჭმასაც ზოგჯერ კონდეს თავისი გასამართლებელი რაღაცა სიტუაციები და ვეცადოთ რომ ქალებმა არ შეგვიჭამოს ჭკუა თხამ და ვიყოთ უფრო გონიერნი. ნუ რა ვიცი აბა ბევრ შემთხვევაში ამართლებს ხოლმე ეს გამოთქვა, ბევრ შემთხვევაში შეიძლება არ გაამართლოს. გააჩნია ქალის კატეგორიას ალბათ რა მიმართებით არის ნათქვამი. ქალის ჭკუასთან დაკავშირებით ეხლა მთლად ვერ დაგეთანხმებოდით, მაგრამ რაღაც სიტუაციაში არის ალბათ რახან შეიქმნა, ხო? აქედან გამომდინარე ამას თავისი მნიშვნელობაც ჰქონდა, მაგრამ არა, როგორ არა, ჭკვიანი ქალებიც არსებობენ და ისეთებით შედარებით იოლად რო წყვეტენ ყოველგვარ პრობლემას და ალბათ იოლად რო წყვეტდნენ პრობლემას, სწორედ ის ქალი ყავდათ მხედველობაში, თორე არა ის რო ვთქვათ, აი ესე ძალიან ლოგიკურად რო მიყვება ყველა საკითხს და არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს რო ხედავს. სიშიშვლე. მე არ ვარ მაგის მომხრე და არ მომწონს ეს. სიშიშვლე მე არ მომწონს, მე არ ვეთანხმები ამას. არავითარ შემთხვევაში არც ერთ ფორმაში. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე ცოტა შეუსაბამობადაც მიმაჩნია, რომ ეხლა ეს ძალიან დემონსტრატიულად იყოს წარმოჩენილი. ვფიქრობ, რომ მე მგონი რაც უფრო გრაციოზულობა იქნება, რაც უფრო კდემამოსილებით იქნება ქალი მე თუ უფრო უკეთესია. მე მგონი ღირსება აქ ყველაზე მეტად დაინახება. დრო და მდგომარეობა. დრო და მდგომარეობა ქალისათვის დრო ძალიან დიდ ფაქტორს წარმოადგენს ქალის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ერთდროულად ძალიან ბევრ ვალდებულება ეკისრება ქალს და ეს დრო ყველაფერს უნდა გაუნაწილოს. დრო დღევანდელ სიტუაციას თუ ავიღებ, ეს დრო არის ახლა მხედველობაში, ბუნებრივია კითხვაც აი ამ კუთხიდან არის დანახული და აქედან არის დასმული და აი დრო განაპირობა მდგომარეობა და თითქოს აღარ დაგვჭა თქო დრო იმისათვის, რომ მივხედოთ რაღაც იდეალურ ფასეულობებს ეს სულიერებასთანაც მიმართებაშია და მე მგონი უნდა მოიცალოს ადამიანმა ეყოფიერებაში კი არ უნდა გადაეშვას, არამედ უნდა ახსოვდეს, რომ არის რაღაც იდეალური, არის რაღაც ძალიან კარგი და შესანიშნავი და ეს მაღალი და ადამიანის სწორედ უმაღლესისაკენ სწრაფვას
უნდა ესწრაფო, უნდა ახერხებდეს ყველანაირად, უნდა იცლიდეს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს არ დაავიწყდეს, არ გადაავიწყდეს. შეიძლება მატერიალურმა და რაღაც დროით განტვირთოს, მაგრამ აი იმის მიღმა უნდა დაინახოს, რომ გაცილებით დიდი სულიერი სამყარო, იგივე სიკეთის გრძნობა, იგივე სიყვარული და ყველაფერი მაინც იყო ღმერთის სიყვარული არსო, ასე ბრძანებს მათ ესახარებაში და აი სიყვარული ეს ნეობრივი კრიტერიუმისაგან სწრაფვა დამახასიათებელი უნდა იყოს ადამიანისათვის. ამ დრომ და მდგომარეობამ უნდა განაპირობოს სწორედ ფასეული ღირებულებების დანახვა და თუნდაც გადაფასება. დრო და მდგომარეობა, ეხლა ისეთი დროა, რომ მოთხოვნა უსწრებს აკვიან ეკონომიურ პირობებს, მაგრამ უნდა მოვითმინოთ და რა მდგომარეობაცა იმის მიხედვით უნდა ვიყოთ. სიდუხჭირემ ქალს მძიმე ტვირთი აღკიდა მხრებზე. გაჭირდა ოჯახის დედისა და მოსამსახურე ქალის მოვალეობათა შეთავსება. მით უფრო რომ უმეტეს შემთხვევაში შრომის ანაზღაურება მხოლოდ სიმბოლურია და ქალი არჩევანი წინაშე დადგა, რომელიც როგორც მოსაოდნელი იყო, ოჯახის სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ სასარგებლოდ როგორ? დღეს ქალი ძირითადად გამოთავისუფლდა დიასახლისის როლიდან. რა სიტყოდით ქალთა მიგრაციებზე? დიასახლის როლიდან გამოთავისუფლდა. ეს ახლა უმრავლესობა, იმიტომ რომ ეს გამოიწვია ძველის ნგრევამ და ახლის შენებამ. და მიგრაცია თუ მართლა რაღაც აუცილებელი არ არის და რაღაც აი ოჯახისთვის, აი შვილებისთვის თუ არ არის ნამდვილად აუცილებელი, მაინც არ ვარ მე მაგის მომხრე. ნუ ეს ძალიან ცუდია, ეს ყველაფერზე ძალიან ცუდზე გავლენას ახდენს. თვითონ ქალიც რომ თქვათ, ეხლა ქალის ფორმას კარგავს რა, ეხლა ქალი რომ ოჯახიდან წავა რამოდენიმე დრო ქვია, ხანი ქვია და ის რომ ოჯახში არ არის, ეს თავისთავად რაღაც გაუცხოებასაც იწვევს. ხო და ძალიან ცუდია, რაც არ უნდა ჭირდეს, არა მაინც ქალი მე მგონი ჩემის აზრით ოჯახთან მაინც ახლოს უნდა იყოს. ნუ ქალთა მიგრაციაზე რა შეიძლება ითქვას, იცით? აი, როდესაც დღეს ცხოვრება მოიტანა ესეთი რთული დრო დადგა, რომ აი ჩვენ ქალები ძალიან დაკავებულები არიან სხვადასხვა მიმართებით. ხო და თუ ამას აი სამსახურეობრივი კავშირი აქ ან რაიმე ისეთი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ აი თუ ეს ეკონომიური და ოჯახის რჩენიდან არის გამომდინარე, რომ ქალი იძულებულია გავიდეს საზღვარგარეთ და რაღაც წვლილი შეიტანოს ოჯახის ეკონომიურად ან ფინანსურად პრობლემების მოგვარების საკითხში, ცოტა რთულია და ძალიან მტკივნეულია ეს, მით უმეტეს ქართველი ქალებისათვის. ძალიან მტკივნეული. დიასახლისის მდგომარეობიდან გამოთავისუფლდა დრომ მოიტანა ეს, მაგრამ წინათ არ იგრძნობოდა, იმიტომ რომ ოჯახის წარმართველი მამაკაცი იყო, ნუ წინათაც და ახლაც რჩება ეს, მაგრამ ალბათ ეს დაარეგულირებს ეს დრო, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ქალი თავისი ღირსებებით, თავისი მდგომარეობითაც აი პირველ ყოფილ ეს დიასახლისობას დაუბრუნებს. არის არა, ხო ვთქვათ ზოგიერთ ნაწილი დიასახლისია, ზოგი ვთქვათ არის გასული რაღაცის გამო და იმის გამო რომ იბრძოლოს არსებობისათვის. ეხლა თუ ასე გავხედავთ ამ საკითხს, მაშინ ჩემთვის თვალნათელი უნდა იყოს ეხლა ის თუ რამ განაპირობა ესეთი მიგრაცია, ხო? წინათ არ იყო ესეთი მდგომარეობა, ახლა ამ დრომ დააყენა ეს. დღეს ქალებს ცდილობენ დაებრუნონ ქალურობა და უფლება ქალურობისა, რადგან მამაკაცებსაც მოეძალათ ოცნება იმ სახლზე, ციხესიმაგრეს რომ გავს, იმ ქალზე ერთადერთი რომ ქვია.